შენმე მიკრძალავს სიყვარულს, სიყვარულის რაღაც ფორმას, ძალადობას, ზისხს, სიძულვილს, იმას არა. ეს ნიშნავს უცოდინრობას, ეს ნიშნავს უმეცრებას, ეს ნიშნავს არაადამიანობას და ასე შემდეგ. ჩემთვის არის კატასტროფა ამ კანონში ის, როდესაც LGBT ქვიარი ერთად დგას პედოფილიასა და ინცესტთან. ინცესტთან და პედოფილიასთან როცა აყენება აი ამას, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი კატასტროფა, რაზეც რეალურად დიდად არც არავინ არ ლაპარაკობს. მაგრამ აი ეს რას გამოიწვევს და რა იქნება რამოდენიმე თვეში, ერთ წელიწადში, როგორ დაილექება ეს ადამიანებს, როგორ შეუცვლის აზრს ეს არის ჩემთვის მე არ ვიცი, აი მართლა არ ვიცი, ლამის არის კანიდან ამოვარდა. აი სწორედ ეს არის ჩემთვის პროპაგანდა, აი ამ ქოლგის ქვეშ, აი ამ სამის დაყენება და როდესაც შენ აი ამ პროპაგანდის გამოზრდი ადამიანებს, იმ ადამიანებისთვის მე არც თეატრი მინდა, არც კინო მინდა და არც ტელევიზია მინდა. 18+ არსებობს გადასარევი გამოცდილება ამისთვის, რომ ბავშვები, ანუ მშობელს თუ არ უნდა, იმ ბავშვს იმ ფილმთან არ მიუშვებს. არსებობს ასაკობრივი ცენზი. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ამით არიან დაცულები ბავშვები. და ყოველთვის ასე იყო. და ხა ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მაშინ მე მაქვს ესეთი მოსაზრება, რომ ძალიან დიდი ბოდიში მაშინ ამოიღეთ ძალადობა ფილმებიდან, ამოიღეთ გაუპატიურება, ამოიღეთ ომი, ამოიღეთ ქურდობა და ასე შემდეგ. ის და ძალიან სერიოზული სამუშაო მოუწევთ მაშინ. იმიტომ რომ შენმე მიკრძალავს სიყვარულს, სიყვარულის რაღაც ფორმას, ძალადობას, ზისხს, სიძულვილს, იმას არა. არანაირი უფლება არ გაქვს შენ, რომ ვიღაცას რაღაცა დაარქვა და მას აუკრძალო იმ მიწაზე, იმიტომ რომ იმის გადასახადებს იღებ მშვენივრად, მე ინიშნავ იმ ხელფასებს გადასარევად. ანუ ის ხო მოქალაქეა, ანუ არჩევნებში გჭირდება მისი ხმა, შენ მას აღიარებ როგორც ერთ ინდივიდს, ხო? და იმ ერთი ინდივიდის ცხოვრება და ბედნიერება არ გაინტერესებს. მე არ ვიცი, რაღაცები მიდის წინ ადამიანებმა რაღაცაზე თქვეს უარი, რაღაც შიშებზე, რაღაც ინსტინქტურ რაღაცებზე, რაც ბავშვებშიც არის, იმიტომ რომ მე მგონია რომ განვითარდა ადამიანი, მეტი წაიკითხა, მეტი ნახა, მეტი იფიქრა, მეტი იაზროვნა და წავიდა პროგრესია, ჩვენც ხო პროგრესირებთ, ხო? და უცებ ამ პროგრესიდან გადავარდა იმაში დაუბრუნდე ბავშვს რო უცხოსი ეშინია და იმალება და დედას, იმიტომ რომ ის ძლიერია, აი ამ მდგომარეობაში ჩაგდო, იმიტომ რომ ის დაიცავს იმ ვიღაცა უცხოსგან, ამ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა, მე ვერ ხვდები უბრალოდ და კინოს და თეატრს აკრძალავ და რაღაცა სხვა მოხდება, ბევრად უარესი მოხდება. ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ ერთნაირები ვართ, ჩვენ სხვადასხვა მუსიკას ვუსმენთ, სხვადასხვა ფილმებს ვუყურებთ, სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობთ, სხვადასხვანაირად ვიცნევთ, სხვადასხვანაირ ადამიანებს მივყვებით ცოლად ან ქმრად. სხვადასხვა რაღაცები მოგწონს, სხვადასხვანაირი განვითარების ის გვაქვს, ვიღაცას აგრონომია უყვარს, ვიღაცას თეატრი უყვარს, ვიღაცას სტომატოლოგია. სხვადასხვა რაღაცები გვაინტერესებს და სწორედ ამიტომ ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ ვართ ერთნი, მიუხედავად სქესისა, მიუხედავად, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ სურვილი და არა ის რომ მე ქალი ვარ. მე მომწონს მამაკაცი, მორჩა და გათავდა და არა იმიტომ რომ ეს სქესი გამაჩნია. მე ის მომწონს და იმასთან ვარ კარგად. მორჩა და გათავდა, ეს არის, მაგრამ ვიღაცას ეს არ მოწონს. დამთავრდა, ვიღაცა საერთოდ მარტო ცხოვრობს, არც ქალი ყავს, არც კაცი. და რა ვქნათ, ისიც გამდევნოთ, იმაზეც რაღაც დავაწესოთ, იმიტომ რომ არ გავს, იმიტომ რომ არ მრავლდება. ხო და მე მხარდაჭერას ვუცხადებ ჩემ თავს, იმიტომ რომ მე მიკრძალავენ, რომ ვიცხოვრო სრულყოფილ საზოგადოებაში.